სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლებიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 21 სექტემბერს. შემდეგ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგრამ ტექნიკური ხასიათის არის და ვინც არ იცის ეს, შეუძლიათ უფრო მეტი მოიძიონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ჩანაწერები, როგორც ჯონ მაკარტურის, ასევე ბატონ თეოფილესი, ქალბატონ ნატალიამ ძალიან კარგად გაარჩია და საქმე ეხება ჩვენი თავისუფალ ნებას და ღმერთის სუვერენულ ამორჩევის თეორიას. და ეს ძალიან მძაფრად არის, რომ იცოდეთ პროტესტანტულ სივრცეში და ეს დიდი დაპირისპირება იყო იქ, როდესაც ჟან კალვინი ძალიან კონცენტრაციას და აქცენტს აკეთებს ამაზე, ღმერთის სუვერენულობაზე და პირიქით არმენიუსი და ის არ შეგეგონოთ სომხებთან არაურიოთ, არმენიუსი, რომელიც პირიქით ადამიანზე აკეთებს უფრო მეტ აქცენტს და მის თავისუფალ არჩევანზე. და ეს კითხვები ყოველთვის ძალიან აქტუალურია და ბატონ ჯონსაც ხშირად დოუსვამენ და მან იგივე პასუხი გაცა და ძალიან კარგი შედარებები მოყავს. მოდით მოусმინოთ ამას, თუ როგორ გაართვეს ბატონი ჯონი ამ კითხვაზე პასუხს. გამარჯობა ჯონ, მე მქვია გერი, ჰარი, იგივე ჰერი და მე მინდოდა თქვენი აზრი კონკრეტულად დოქტრინაზე, რომელსაც ვისმე ხოლმე აქ ხშირად. ალბათ გესმით, ხო? როცა ადამიანები, რატომღაც ჩვენ ადამიანებს მოგწონს, რომ საგნები კატეგორიად დავყოთ, კატეგორიებად. და მე მინდოდა თქვენი აზრი მომისმინე იმაზე, თუ თავისუფალი ნების დოქტრინა როგორ მიდის ჰარმონიაში გამორჩევის დოქტრინასთან, სულის ხსნასთან დაკავშირებით. ჯონ მაკარტური პასუხობს. ამ ოთახში მე მგონია, რომ ყველას ჯერა ღმერთის სუვერენულად წინასწარ განსაზღვრეს. და ეს თუ თქვენ გჯერათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ გჯერათ ბიბლიის. აბა, რამდენს ჯერა ბიბლიის? ხო გჯერათ ბიბლიის? და ეს კარგია. და მე ღმერთს ვთხოვ, რომ ღმერთო უშველე დანარჩენებს. და თუ შენ არ გჯერა, შენ ან ნელი ხარ და ვერ იგებ ამას, ან კიდევ ერეტიკოსი. ესე იგი, ყველას ჯერა ბიბლიის, ხო? ხო მართალია? ჩვენ მაშინ ასევე უნდა დავიჯეროთ წინასწარ განზრახვის. და თქვენ ვიღაცა იტყვის, არა მე მეთოდისტად ვარ გაზრდილი და მეთოდისტად გარდავიცვლები. მე არ მაინტერესებს თქვენ რითი გაიზარდეთ და სად იყავით. თუ გჯერათ წინასწარ განსაზღვრის, თუ გჯერათ ბიბლიის, რადგან ეფესელთა წერილში პირველ თაში ნათქვამია, რომ მან წინასწარ განგვსაზღვრა და აგვირჩია ჩვენ ამ სამყაროს დაარსებამდე. ასევე გამოცხადების წიგნში ნათქვამია, რომ მან ჩვენი სახელები ჩაწერა კრავების სიცოცხლის წიგნში სამყაროს დაარსებამდე. მასში გამოყენებულია სიტყვა წინასწარ განსაზღვრულობა. ყველას ჯერა ამის, ვისაც სწამს ბიბლიის, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ვინ გადარჩებოდა მათ დაბადებამდეც კი. და ეს არის მოცემული ბიბლიაში. შენ გჯერა, ასე რომ ეს უბრალოდ და მიიღო. ნახეთ, ძალიან ადვილია, ხომ? და აბსოლუტურად უმტკივნეულო. შენ იჯერებ ამის, შენ იღებ ამას. ბიბლია ასევე ამბობს, ვინც უნდა მოვიდეს, ვინც ჩემთან მოვა, მე არ განვაგდებ მას. გჯერათ ამისი? კეთილი და პატიოსანი. ასე რომ შენ გჯერა ამისიც. ასე რომ თქვენ გჯერათ ადამიანის ნებისყოფის აქტის. თავისუფალი ნება, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ბიბლიური ტერმინი. რადგან ადამიანის ნება ნამდვილად არ არის თავისუფალი. ის ცოდვით არის შებოჯილი. ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როცა თქვენ გახდით ქრისტიანი, რა უთხარით საკუთარ თავს? დიახ, მე ვარ არჩეული, მე ვარ ღმერთის მიერ წინასწარ განზრახული და მე გადავრჩები. ასე არ არის? ანუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, ხომ ასეა? და თქვენ გააკეთეთ არჩევანი. ასე რომ ბიბლია გვასწავლის ღვთის წინასწარ განსაზღვრულ გეგმას, ღვთის მიერ ასევე არჩევის გეგმასაც. მე გულისხმობ, რომ ნათქვამია, რომ უსასრულოდ არჩეული ღმერთის წინასწარი ცოდნის მიხედვით, ეს არის არჩეული მასში. გახსოვთ, მოციქულთა საქმეებში რას ამბობს ღმერთი, რას ეუბნება პავლეს, ბევრი ხალხი მყავს იმ ქალაქში, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გადარჩენილი, ხედავთ? მაგრამ ისინი უკვე ითვლებოდნენ მის ხალხად, რადგან ისინი არჩეულები იყვნენ. ასე რომ
შენ და ჩვენ გვჯერა ამ ყველაფრის. ასევე ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანს აქვს უფლება, რომ არჩევანი გააკეთოს. და ჩვენ გვჯერა ორივესი. პრობლემა ის კი არ არის გჯერა თუ არა მათი. პრობლემა ის არის თუ როგორ ახდენ მათ ჰარმონიზაციას. აი როგორ მოვახდინოთ ამ ორის ჰარმონიზაცია. ხო მართალია? იცით როგორ ახდენთ მათ ჰარმონიზაციას? როგორ უნდა მოახერხოთ ეს? ვერანაირად. არ არსებობს ამის ერთმანეთში ჰარმონიზირება. თქვენ არ იცით, ვერ გააკეთებთ თუ როგორ მოარგოთ ისინი ერთმანეთს. რადგან არ არსებობს მათი ჰარმონიზაციის არანაირი გზა და საშუალება. და მე მომწონს ყოველთვის ამის ილუსტრირება და დემონსტრირება. გახსოვთ ეს ბევრჯერ გავაკეთე მე თქვენთან. მე კითხვას გისვავთ. იესო ღმერთია თუ კაცი? თქვით, ილაპარაკეთ. აუდიტორიდან ეს გერი უსვავს. ორივე. ჯონ მაკარტური. ორივე? რა, ის მთლიანად სრულიად კაცია 100% და 100% ღმერთი? როგორ შეიძლება ის იყოს 200%? ეს პარადოქსია. შემდეგი, ვინ დაწერა რომაელები? აუდიტორიდან ჰერი პასუხობს. პავლემ. როგორ, პავლემ დაწერა რომაელები? დარწმუნებული ხართ? არა, ღმერთმა დაწერა. ესე იგი, ღმერთმა დაწერა რომაელები? რა ისინი თავიანთ მუხლებს ანაცვლებდნენ ერთმანეთთან, პავლეც და ღმერთიც? ანუ ვინ დაწერა რომაელები? იყო თუ არა ეს პავლეს სიტყვები მისი ლექსიკიდან და მისი გულიდან ამოსული? და ასევე იყო თუ არა ყოველი სიტყვა ღვთისმსხვილის შთაგონებული? როგორ შეიძლებოდა რომ ყოველივე სიტყვა გამოსულიყო ღვთისგონებიდან და მაინც პავლეს ეგზნო რომ ყოველი სიტყვა მისი გულიდან გამოდიოდა? თქვენ იცით რა მოხდებოდა თუ ცდილობთ ამ ნივთების სინთეზს? და იცით რა მოხდა ადრეული საეკლესიო კრებებზე? ისინი ამითი დაიბნენ, როცა თქვეს, დიახ, ეს არის ნახევრად ღმერთი, იესო ქრისტე, ნახევრად ადამიანი. ხედავთ, რას ვიღებთ? ნახევრად ღმერთს და ნახევრად ადამიანს. ანუ არაფერს. აბსოლუტურად არაფერს. სისულელია. რა არის ნახევარი კაცი? ნახევარი არ არსებობს. რა არის ნახევარი ღმერთი? არაფერი. ამიტომ მათ ერესი გამოიგონეს. აი ესეთი ტვინის ჭყლეტვით. ასე რომ ერთის ხრი მათ თქვეს რომ ის მთლიანად ღვთაებაა და იდეა რომ ის იყო ფიზიკური არსება უბრალოდ მოჩვენებაა და აქედან გამოვიდა ყველა ეს მოჩვენებითი თეორიები რომ ქრისტე იყო მოჩვენება. დანარჩენებმა კი თქვეს არა ის სრულიად კაცია და საერთოდ არ იყო ღვთაებრივი. რადგანაც ისინიც ასევე ცდილობდნენ ამ ორის მოგვარებას, ჰარმონიას, შერევას, სინთეზს და ყველა ჯერზე ისინი იღებდნენ ერესს. მათ ან თქვეს რომ ის არის მთლიანად ღმერთი და არა ადამიანი, ან მთლიანად ადამიანი და არანაირად ღმერთი. ან ნახევარი ნახევარზე. ეს კი არაფერია. ასე რომ თქვენ ეს უნდა დატოვოთ როგორც გითხარით პარადოქსი. და რა არის პარადოქსი ბერძნული სიტყვა? პარადოქსი და ყველაზე კაი განმარტება მე ეს მოვძებნე ქართულში. მოულოდნელი, უცნაური, ლოგიკურად სწორი მსჯელობის მიუხედავად წარმოშობილი ისეთი ურთიერთგამომრიცხაობა, როცა ორი დაპირისპირებული დებულება თავის მხრივ სწორია, მაგრამ რადიკალურად უპირისპირდება წინამორბედ დებულებას. ეს იყო ჩემი ყველაზე მიახლოებული, კიდევ არის სხვა განმარტებები 4 რაღაც საფეხურად ქართულ განმარტების ლექსიკონში, მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი, რაც მე მოვიწიე. ახლა აგრძელებს ჯონ მაკარტური, როცა თქვენ ბიბლიის დაწერას თან მიდიხართ. ზოგი ამბობს, იცი, ეს არ შეიძლება იყოს სულ პავლე და სულ სულიწმინდა. ამიტომ პავლემ უბრალოდ დაწერა ის, რაც მას სულიწმინდა მუთხრა და ეს ყველაფერი ნამდვილად სულიწმინდაა. ეს რა, მართალია? თქვენ ამითი უკვე უბრალოდ საერთოდ აუქმებთ პავლეს მონაწილეობას და ავტორობას. მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი პავლეს დაწერილია, როგორც ამას აკეთებენ ლიბერალები და იქ არანაირად სულიწმინდა არ მოიაზრება, თქვენ ანადგურებთ და უარყოფთ ღმერთის ჩარევას. ნება მომეცით დაგისვათ კიდევ ერთი შეკითხვა. ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? ვინ? თქვენ? იმედია რომ თქვენ ხართ ის. და ეს მხოლოდ შენ ხარ იქ. არა, მე არამედ რა? ქრისტე ცოცხლობს ჩემში. და მიუხედავად ამისა რა? მე ვცოცხლობ, მაგრამ არა მე, არამედ ქრისტე. გახსოვთ ხო პავლეს სიტყვები? თუ ეს ყველაფერი ქრისტეა, მაშინ
მე ხდები პასიური. ანუ შენ უკვე პასუხისმგებლობას იხსნის სრულიად და მეორე მხრივ თუ იტყვით რომ მე ვარ, უკვე თავად ხდები ბატონ პატრონი და შენ ხდები ლეგალისტი. ასე რომ თქვენ უნდა უბრალოდ მიიღოთ ეს ორივე და დატოვოთ ისინი პარადოქსში. ახლა როდესაც საქმე ეხება სუვერენიტეტსა და ნების მთელ არეალს, თქვენ უნდა დატოვოთ ისინი იქ, სადაც არიან. და როგორც კი თქვენ დაიწყებთ ცდელობას, რომ მოაგვაროთ თქვენ ეს ორი, თქვენ ანიღებთ კალვინის, რომლებიც გარბიან და ბოლოში სუყვირიან სუვერენიტეტი, ღმერთის სუვერენობა და იზრდება ამის მასშტაბები. ხო მართალია, რომ მათთან ყველაფერი ღმერთმა გააკეთა. ახსოვს ერთი ბიჭი დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ღმერთიც კი სწოდავსო. ნახეთ, ეს არის ამის საბოლოო შედეგი, როცა შენ უკვე ყველაფერს ღმერთს აბრალი. და მეორე მხრივ, თუ თქვენ ხართ არმენიანისტი, რომლებიც ამბობენ, არა, ეს ყველაფერი ჩვენა ვართ, ეს ყველა ჩვენა ვართ, ეს ჩვენი ბრალია. და თუ ეს ყველაფერი ჩვენ ვართ ხალხო, მათინ საერთოდ დავღუპულ ვართ. ამიტომ რატომ არტოვებ მათ მარტო, ცალ-ცალკე, როგორც ისინი არიან? ასევე თქვენ ყავთ მესამე კატეგორია, ბაპტისტები. დიახ, ბაპტისტები. და ბაპტისტები ჯერდებიან და თახთმენ რაღაც შუაში და ამბობენ, იცით, ეს არის ცოტა წინასწარ განზრახვა და ცოტა თავისუფალი ნება. ხედავთ, ღმერთი უყურებს გზას, წინასწარ იცის მან რა მოხდება და ის ამბობს, ხო, ხედავ, ეს არის ისინი, რასაც აპირებენ. და მეც ხედავ ამას ასე რომ ეს არის ის, რასაც მე ავირჩევ და გავაკეთებ. არა და არა. თქვენ უნდა უბრალოდ დატოვოთ ისინი პარადოქსად. ასე რომ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა ორივეს გჯეროდეს და ღმერთს მივცეთ უფლება მისი გადაწყვეტის და ნების. ახლა თუ თქვენ შეძლებთ ყველა ამ პრობლემის გადაჭრას, თქვენ იქნებოდით ღმერთი და შემდეგ სხვა პრობლემები გვექნებოდა რომ გამკლავებოდით. ახლა კიდევ რაღაცას გეტყვით. წმინდა წერილი შთაგონების ერთ-ერთი უდიდესი ნიშანი არის ის, რომ მას აქვს ეს გაუგებარი პარადოქსები. ეს რომ კაცს ადამიანებს დაეწერათ ეს წიგნი, პირველ რიგში არასოდეს მოაფიქრდებოდათ ეს პარადოქსი მათ თავში. და მეორე, არასოდეს დატოვებდნენ ისინი მათ. ეს რომ ადამიანს შეძლებოდეს, ისინი ყველანაირად დაიწყებდნენ ამის გარკვევას და მოგვარებას ამისი. და ის ფაქტი, რომ ისინი აქ არიან, ეს პარადოქსები და ბიბლიაშია მოცემული, იცით ხომ, მეორე ჯულის 29, რაც დაფარულია ღმერთისათვის დაფარული, რაც გახსნილია ჩვენთვის არის გახსნილი, ხომ? და ისინი ყველგან არის აბსოლუტურად, ყველგან გვხვდებით ამას. და ეს ჩვენს მოაზრება, ჩვენ გონებას ბევრად აღემატება. და ეს ყველაფერი გვაძლევს ჭეშმარიტ მტკიცებულებას იმისას, რომ ეს ბიბლია ღმერთის დაწერილია. ადამიანს ეს ვერ მოაფიქრდებოდა თავში. და ეს წმინდა წერილში არსებული ეს შეურიგებელი და გაურკვეველი პარადოქსები მეტყველებს ღვთაებრივ ავტორობაზე. და ღმერთს საუკეთესოდ ესმის ის, თუ როგორ ჰარმონიზდებიან და როგორ ჰარმონიაში არიან ისინი ერთმანეთთან. ჩვენ კი არა. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. და ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ჩვენზე უფრო აღმატებული გონება აქვს, უდიდესი გონება აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს და რა, არ გიხარიათ ამისი? გასაგებია? მადლობა ჰერი ამ კითხვისათვის. დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.